გულითადი სალამი. დღეს მინდა ვისაუბრო ურთიერთობების არსზე. ურთიერთობები საკმაოდ ღრმა ფენომენია და ამაზე უამრავი მსჯელობა და კამათი არსებობს. თუმცა მინდა მე ჩემი ხედვა, გამოცდილება და ჩემი აზრი გავაზიარო. ურთიერთობები საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ამ სამყაროში მოვახდინოთ ადაპტაცია, გქონდეს მზაობა და ვისწავლოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი მოცემულობისთვის. ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას, რომ შევიგრძნოთ, გავიაზროთ და დავაკვირდეთ ამ სამყაროში რისი შესაძლებლობა და საშუალება გვაქვს. პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან, საკუთარ გონებასთან, საკუთარ ენერგიასთან და საკუთარ დროსთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ ჩვენ აქ გარკვეული დროით მოვდივართ და ყოველთვის სივრცე და დრო ჩვენთვის შეზღუდულია. ზუსტად ეს მნიშვნელობა გვაძლევს იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი მოცემულობა, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი მისია. ძველად ვედებს ჰქონდათ ასეთი ნათქვამი, რომ შენ მოგეცემა სხეული იმისთვის, რომ ჩააბარო გამოცდები. ხოლო გამოცდები არასდროს არ მთავრდება. ყველა ადამიანს თავისი გამოცდა, თავისი დრო, თავისი მოცემულობა და თავისი მისია აქვს. ზუსტად ამაში გვეხმარება ურთიერთობები. ურთიერთობები პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება საკუთარ გონებასთან, რადგან დღევანდელ სოციუმში და დღევანდელ გარემოში ჩვენ ძალიან ბევრი არასაჭირო და უაზრო ფიქრი შემოგვდის გონებაში, რომელიც ხელს გვიშლის საკუთარი თავის შეგრძნების, ჩამოყალიბებაში და იმის პოვნაში, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვესაჭიროება. და ზუსტად იმისთვის, რისთვისაც ჩვენ აქ მოვედით. ვინ ვარ მე, რა მინდა, რა უნდა ვაკეთო, სად უნდა ვიყო, როგორ უნდა მოვიქცე, რა არის ჩემი მიმართულება, რითი უნდა დავკავდე, რა უნდა ვისწავლო, ვინ უნდა გავიცნო, ვისთან უნდა ვიყო ახლოს, ვისთან არ უნდა ვიყო ახლოს. რა ადამიანი რას მასწავლის, რა ადამიანი რას მაძლევს, რა ადამიანი რას მართმევს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან როდესაც ჩვენ გონებაში უამრავი ფიქრია, ჩვენ ყოველდღიურად ხელი გვეშლება იმაში, რაც ყოველდღიურად გვესაჭიროება. ნებისმიერი უაზრო და არასაჭირო ფიქრი ყოველთვის გვიშლის ხელს საკუთარი თავის გახსენებაში. იმიტომ რომ როდესაც ფიქრები მეტია, ჩვენ ჩვენი თავისთვის დრო არ გვჩება. და თუ დავაკვირდებით, ეს ფიქრები ხშირად ჩვენი არც არის. ეს გარემოდან და გარემო ფაქტორებიდან შემოსული ფიქრებია, რომელიც 90% ხელს გვიშლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდეთ და თუნდაც ფილტრავდეთ იმას, რაც ჩვენი არ არის. ამისთვის საჭიროა უბრალოდ ჩვენთვის გამოვყოთ დღის განმავლობაში 10 წუთიდან 30 წუთამდე. დავждეთ მშვიდ ადგილას და გავაჩეროთ ეს ფიქრები. ჩვენ თავს ვკითხოთ, ჩემია ეს ფიქრი თუ ჩემი არ არის? საიდან შემოვიდა ეს ფიქრი? რას მაძლევს ეს ფიქრი? უნდა გავყვე თუ არ უნდა გავყვე ამ ფიქრს? არსებობს ესეთი საკმაოდ სიღრმისეული კითხვა. ის ფიქრები, რაც ჩვენში შემოდის, ჩვენი არის თუ ჩვენი არ არის? და ის, რომ მაგალითად გავყვე თუ არა ამ ფიქრს? იმიტომ რომ ნებისმიერი ფიქრი ჩვენ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასევე გვიზიანებს იმ მიზანს, რომელსაც თუნდაც ჩვენ ყოველდღიურად ვადგავართ. თუ დავაკვირდებით ჩვენ ფიქრებს, აუცილებლად მოვახდენთ ამ ფილტრების გაფილტრვას და ამ ფიქრების შემომავალი ნაკადის შეჩერებას, რომელიც ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს. იმიტომ რომ ერთ ფიქრს შეუძლია დაბადოს 10 ფიქრი, 10 ფიქრს შეუძლია დაბადოს 100. ხოლო ამას შეუძლია შექმნას ისეთი ლაბირინთი, საიდანაც ფაქტიურად ვეღარ გამოვდივართ, რასაც ეწირება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგია. უბრალოდ გაჩერდი, ჩაისუნთქე, იყავი მშვიდი და დაუკვირდი, რომელი ფიქრი არის შენი და რომელი არა. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობა საკუთარ ემოციებთან. ემოციები ჩვენი შინაგანი სამყაროს ერთგვარი ამინდია. იმიტომ რომ ემოციები ყოველთვის ყვარნახობენ ჩვენ შიგნით, ჩვენ შინაგან სამყაროში იმ მდგომარეობას, რომელშიც რეალურად ვემყოფებით. ჩვენ ბავშვობიდან ხშირად არასწორად გვასწავლიან ემოციებთან ურთიერთობას.
იმიტომ რომ ყოფილა ხშირად ისეთი შემთხვევები, როცა გვეუბნებიან, ესი არ მოიქცე, ამაზე არ გაიცინო, იმაზე არ იტირო, ესი არ გააკეთო, ეს სუსტია, ეს არასწორია. ჩვენ თავიდანვე ხშირად არასწორად ვიწყებთ ჩვენ ურთიერთობებს, ჩვენ ემოციებთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ემოცია ჩვენია. თუ ჩვენ ვართ მოწყენილები, ესე იგი იმიტომ ვართ, რომ გარკვეული მოწყენილობა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაც სიღრმე გქონდეს, იმისთვის, რომ იმ მდგომარეობას დავაკვირდეთ, რაც რეალურად ამ მოწყენილობას გთხოვს. ჩვენ თუ რაღაც გვიხარია, ეს აუცილებლად უნდა გამოვხატოთ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ შიგნით დაგროვდა, გარეთ არის გამოსატანი. ჩვენ თუ ცრემლი გვადგება, უნდა ვიტიროთ, იმიტომ რომ იმისგან უნდა განთავისუფლდეთ, რაც რეალურად შიგნით გვაწუხებს. და ასე უნდა უსმინოთ ჩვენ ყველა ემოციას, რადგან როდესაც ჩვენ ემოციას უარყოფთ, ის ჩერდება ჩვენ სხეულში, რომელიც ჩვენ შინაგანად გვაზიანებს, გვამტრევს და ხელს გვიშლის ზუსტად იმაში, რისი მიღება ჩვენ სამყაროსგან გვინდა. არასწორი ემოციები ეს არის ჩვენი არაჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელს გვიშლის არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ ურთიერთობებში, მიზანში და იმ გარემოებებში, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი ემოციები ყოველთვის სწორად არის გამოსატანი გარეთ. ასევე მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა. რა არის ჩვენი სხეული? ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სხეული არის ჩვენი ტაძარი. ზოგი თვლის, რომ ეს არის სკაფანდრი, ან ზოგი თვლის, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა. თუმცა, თუ დავაკვირდებით ამ სამყაროში, რასაც ვეხებით, რასაც ვგრძნობთ, ყველაფერს ამის საშუალებას სხეული გვაძლევს. ჩემთვის სხეული არის ჩვენი დრო. თუ დავაკვირდებით, ჩვენი დრო ჩვენი სხეული განსაზღვრავს. ჩვენ ამ სამყაროში იმდენი დროით ვიქნებით, რამდენი საშუალებასაც ჩვენი სხეული მოგცემს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეული წუთი, თითოეული საათი და თითოეული დღე სწორად განსაზღვროთ. როდესაც რაღაცას ვეხებით, როდესაც რაღაცას შევიგზნობთ, როდესაც რაღაცას მიღება გვინდა, როდესაც რაღაცის გაცემა გვინდა, როდესაც რაღაცის მიღწევა გვინდა, ყველაფერში ჩვენი სხეული მონაწილეობს. თუმცა, ჩვენ ხშირად არასწორ პრიორიტეტებს ვუყენებთ ჩვენ სხეულს, რომლის საშუალებითაც ჩვენ სხეულს ვაზიანებთ. ვაზიანებთ გონებრივად, ვაზიანებთ მენტალურად და ვაზიანებთ ემოციურად. რადგან, როდესაც ჩვენში მაგალითად არის ფსიქიკური სტრესი, ჩვენ ადამიანებს ხშირად არ შეგვიძლია, რომ ეს სტრესი ისევ ფსიქიკურად გავანეიტრალოთ. ამიტომ ამაში გვეხმარება ჩვენ სხეული. ის ფსიქიკური ბლოკები ჩვენ სხეულში ჩერდება, მაგრამ როდესაც მეტისმეტად დიდია, ჩვენი სხეული გთხოვს, რომ ამისგან განთავისუფლდეთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენ სხეულთან ზრუნვა. მაგალითად, როდესაც ჩვენ სხეული გთხოვს, რომ რაღაცისგან განთავისუფლდეთ, ეს განთავისუფლება არსებობს სხვადასხვა ტიპის. მაგალითად, ჩვენ თუ გვინდა მოძრაობა, უნდა ვიმოძრაოთ. ჩვენ თუ გვინდა ცეკვა, უნდა ვიცეკვოთ. ჩვენ თუ გვინდა ფიზიკური აქტიურობა, უნდა დავყავდეთ ფიზიკური აქტიურობით. რადგან მხოლოდ მოძრაობის საშუალებით ხდება იმ ნეგატიური სტრესისგან და გარემო ფაქტორებისგან შექმნილი პრობლემებისგან განთავისუფლება. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი სხეულის გრძნობა. რა აწუხებს მას რეალურად? რა გროვდება შიგნით ისეთი, რისგანაც გვჭირდება ამისგან განთავისუფლება. როდესაც ჩვენ სხეულს არ უგდებთ ყურს, არ უსვენთ და არასწორად გრძნობთ, ან თუნდაც ვარიდებთ ამას, ხო? ის არსად არ მიდის, ის ჩვენში ჩერდება და მუდმივად შინაგანად გვაზიანებს. ამიტომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი სხეული. რამდენადაც გავუფრთხილდებით ჩვენ სხეულს, იმდენად დიდხანს ვიცოცხლებთ და იმდენი მეტი დრო გვექნება ამ სამყაროში იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა.